ეს გადაცემა მკურნალია და ჩვენ ვსაუბრობთ ბარიატრიაზე. სტუმრად გვყავს საქართველოს მეტაბოლური და ბარიატრიული ქირურგთა ასოციაციის პრეზიდენტი ბატონი დავით აბულაძე, თვითონ ქირურგი, ბარიატრიული ქირურგი და პროფესორი. მოგესალმებით ბატონო დავით, ძალიან დიდი მადლობა რომ გამოგვიყავით და მობრძანდით ჩვენთან სტუდიაში და მე პირდაპირ მინდა იმ კითხვით მოგმართოთ, რომელიც არის ინოვაციური მეთოდი, რომელსაც თქვენ დღეს საქართველოში დანერგეთ, მოდით ასე ვთქვათ, ინოვაციურ მეთოდზე ვისაუბროთ. სალამი კიდევ ერთხელ ქალბატონ ქეთევან, დიდი მადლობა მოწვევისათვის. მე ვისარგებლებ შემთხვევით და ესე იგი მინდა საქართველოს სულიად საქართველოს მოსახლეობას მიულოცო ახალი პატრიარქის არჩევა, ნამდვილად ჭეშმარიტი გაგრძელება იქნება ქრისტიანულ გზაზე ქართული ერის. დიდი მადლობა. რაც შეეხება სიახლეს, ნამდვილად ეს მარტო საქართველოსთვის სიახლე არ არის, ეს არის მსოფლიოსთვის სიახლე, კერძოდ იზოლირებულად მეტაბოლური ოპერაცია, რომელიც სრულდება მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ მეტაბოლური სინდრომი იქნას დამარცხებული. მეტაბოლური სინდრომი რას წარმოადგენს? ეს აი ხალხში უფრო რომ ესე ვთქვათ ხალხისთვის ადვილად გასაგებად ვთქვათ, აი ინსულინ რეზისტენტობა ეს ძალიან ესე ვთქვათ ამ ბოლო დროს ფართედ გავრცელებული ტერმინი არის, ასევე აწეული ჰომაინდექსები, ლიპიდური ცვლის დარღვევა, რომელსაც თან ახლავს ჭარბიწონის განვითარება, ანუ წონის მატება. თუმცა ყოველთვის მეტაბოლური სინდრომი არ იწვევს პათოლოგიურ ჭარბწონას, შესაძლოა მაგას უკვე პარალელურად კვებითი ქცევის დარღვევა და ცხოვრების სტილიც უნდა ახდენს თან, რომ მეტაბოლური სინდრომის ფონზე ჩვენ მივიღოთ წონის მაღალი ციფრები, მაშინ როცა სხეულის მას ინდექსი 35-ზე მაღალია. მაგ დროს, რა თქმა უნდა, საჭირო არის ან სუფთად ბარიატრიული ოპერაცია, ან კომბინირებული ბარიატრიული მეტაბოლური ტიპის ოპერაციები, ისეთი როგორც არის სლივ გასტრექტომია, ან კუჭის შუნტირება, ეგრეთ წოდებული ბაიპასი. მაგრამ ხშირად აღინიშნება მეტაბოლური სინდრომები და პრედიაბეტი, ინსულინ რეზისტენტობა და ასევე თუნდაც იგივე ჩამოყალიბებული შაქრიანი დიაბეტი ან ათეროგენული დისლიპიდემია ისეთ პაციენტებში, სადაც წონა ძალიან დიდი არ არის. ანუ ოდნავ ჭარბია წონა, მაგრამ ჯერ პათოლოგიურ ჭარბწონიანობას საუბარი არ არის, ანუ საუბარია დაახლოებით პირველი ხარისხამდე ან პირველი ხარისხის ჭარბწონიანობაზე, მაშინ როცა მას ინდექსი მერყეობს სადაც 28-დან 32-33-მდე. იქ რა თქმა უნდა აგრესიული ტიპის ოპერაციის გაკეთება წარმოუდგენელია და პაციენტები არიან მუდმივად გარკვეული პრეპარატების ზემოქმედების ქვეშ, რომელიც ამ ინსულინ რეზისტენტობას არეგულირებს. ეს შეიძლება იყოს თქვათ იგივე შედარებით მარტივი GLP-1 აგონისტები, მაგალითად მეტფორმინის, სიოფორიდ, ფორსიგა და მედიკამენტები. ან უფრო სემაგლუტიდების ჯგუფის ინექციები, თქვათ როგორც არის ოზემპიკი და მუნჯარო და ასე შემდეგ. პლუს პარალელურად, რა თქმა უნდა, ცხოვრების სტილის გარკვეულწილად უნდა შეიცვალოს, იმიტომ რომ მაშინ როცა უკვე ბარიატრიული როცა მეტაბოლური სინდრომი იხსნება, შესაბამისად უფრო პაციენტს მეტი სტიმული აქვს, რომ ენერგია დახარჯოს. პრინციპი რა არის? პრინციპი არის ის, რომ ჩვენ მივცეთ ორგანიზმს საშუალება გაცილებით უფრო ადეკვატურად და რეგულარულად გამოიმუშაოს ჩვენივე ნაწლავის ჰორმონი GLP-1, რომლის აგონისტებიც არის სწორედ ეს პრეპარატები. და სწორედ ამ GLP-1-ის სეკრეციის რეგულარობის და რაოდენობის დარღვევა არის ამ მეტაბოლური სინდრომის ძირითადი ამძრავი მექანიზმი, რომლის დროსაც ვითარდება ადამიანის უგრძნობლობა, ანუ რეზისტენტობა საკუთარი ინსულინის მიმართ. GLP-1 გამოიყოფა თეზოს ნაწლავში, ანუ წვრილი ნაწლავის ბოლო ნაწილში, მხოლოდ საკვების მოხვედრის შემდგომ. და ჩვენ თუ შევქმნით მოკლე გზას, თქვა 12 ნაწლავიდან თეზოს ნაწლავამდე, მაშინ რეალურად ამ GLP-1-ის გამოყოფა მოხდება არა თქვა საკვების მიღებიდან სადაც საათნახევარი 2 საათის მერე, დაახლოებით 15 წუთში. რაც უკვე ჩვენ ამ GLP-1-ის მაღალ რაოდენობას მოგცემს სისხლში, იმიტომ რომ ძალიან ცოტა ხანი არის აქტიური ეს ჰორმონი და გამოიყოფა ახალი ინსულინი პანკრეასის კუნძულოვანი უჯრედების მიერ, რომლებზეც უკვე რეზისტენტული ჯერ არ არის პაციენტი და აქედან გამომდინარე ეს მიღებული ნახშირწყლები უკვე რაც მაქვს, ბოლომდე დაიშლება ენერგიამდე. და შესაბამისად ინსულინ რეზისტენტობა დროთა განმავლობაში მცირდება. რა თქმა უნდა, ასევე უფრო ხდება, თქვა თუ არის შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2, როდესაც ჩვენ არასაკმარისი გვაქვს ინსულინის გამოყოფა ორგანიზმში და მაგის ხარჯზეა განვითარებული ეს დიაბეტი, სტიმულირება ხდება იმ ბეტა უჯრედების, თუ კი რა თქმა უნდა ფუნქცია შენარჩუნებული. ეს ტიპი თვითონ ოპერაციის დუოდენოილეოსტომია, ანუ ანასტომოზი 12 ნაწლავსა და წვრილ ნაწლავს შორის ეს დიდი ხანი იკეთება, იგივე ოპერაციების დროს, როგორიცაც არის მაგალითად სადი,
ან კუჭის ბიპარციალური რეზექცია ვთქვათ, მაგრამ ყოველთვის კეთდება კუჭის მოჭრასთან ერთად, იმიტომ რომ ძირითადად ნაჩვენები იყო ისეთ პაციენტებზე, სადაც მაღალია ძალიან სხეულის მასის ინდექსი. მაგნიტური ანასტომოზები წარმოადგენს რას? აი ეს არის მაგნიტები, ხედავთ, აი ხელშიც მიჭირავთ. ეს არის ხო? აი რაც მიჭირავთ. ესენი არის მაგნიტები. ეს არის ინოვაციური მეთოდი, რომლის დროსაც ხდება ერთი მაგნიტის მოთავსება ენდოსკოპიურად წვრილ ნაწლავში და შემდგომ ლაპარასკოპიულად ჩვენ ეს მაგნიტი წვრილი ნაწლავის გაყოლებაზე მიგვაქვს იმ ადგილას, სადაც შერთული უნდა დაედოს, ეს არის დაახლოებით ბაუგინის სარკმლიდან პროქსიმალურად 3 მეტრი. ხოლო და ასევე მეორე მაგნიტი იგივე ენდოსკოპის შემდგომ ჩააქვს 12 გუჯა ნაწლავში. შემდგომ ამ მაგნიტებს ესე მივადებთ, აი ნათლად აქ შემიძლია გაჩვენოთ, წარმოიდგინეთ ეს ვითომ ნაწლავია. კი ბატონო, აი ეს ვითომ ნაწლავია, ნუ აქ ხელში ვითომ მეორე ნაწლავი მიჭირავს და ესე მივადეთ და პრაქტიკულად ეს მაგნიტები თავის პოლარობის გამო აი ამ ორ ნაწლავს ესე თვითონვე იჭერს. თვითონვე იჭერს. დაახლოებით 3 კვირაში, ანუ ესეთ სურათი არის, აი ამ აქ ძალიან კარგად ხატია. ანუ ეს არის წვრილი ნაწლავის სანათური, ეს 12 გუჯა სანათური და მათ შორის არის მოჭყლეტილი, ესე ვთქვათ, ამ ნაწლავის კედლები. დიახ. აქ ვითარდება ანტიბადი რეაქცია, ირგვლივ რომელიც შეხორცებებს უზრუნველყოფს, ხოლო შიგნით კედლის დესტრუქციის შედეგად ვითარდება აქ ხვრელი და ეს მაგნიტები დაახლოებით 3 კვირაში მე ესე შეკრული სახით ჩავარდება წვრილი ნაწლავის სანათურში და გამოდის უკანატანიდან დეფეკაციის დროს. ანუ გამოდის. გამოდის, რა თქმა უნდა და საბოლოო ჯამში რჩება, აი თუ შეძლებენ ოპერატორები რომ გაადიდონ, აი ეს ბოლო ფოტო. ანუ საკვების დიდი ნაწილი ისევე მიდის ძველ გზაზე, ხოლო მცირე ნაწილი დაახლოებით 20% გადადის მოკლე გზაზე. და ამას ჩვენ ვაკეთებთ კუჭის მოჭრის გარეშე, იმიტომ რომ კალორაჟის შემცირება ამ ოპერაციების დროს, როცა სხეულის მასის ინდექსი დაბალია, ჩვენ არ გვჭირდება, მაგრამ გვჭირდება აუცილებლად ის, რომ GLP-1 გამოიყოს დიდი რაოდენობით. ანუ 3 კვირის მერე რეალურად ოპერაციიდან იწყებს ეს მეთოდი უკვე რეალურად თავის მუშაობას. შედეგად გვაქვს ის, რომ რამოდენიმე თვეში ლაგდება ეს მეტაბოლური სინდრომი. თქვათ თუ არის შაქრიანი ტიპი 2 დიაბეტი არაკონტროლირებადი, ის უკვე კონტროლირებადი ხდება, შესაძლოა რამოდენიმე პრეპარატი მაინც დაჭირდეს პაციენტს იმისათვის, რომ თქვათ ვაკონტროლოთ, მაგრამ თუ არის კონტროლირებადი შაქრიანი დიაბეტი, იქ როგორც წესი უკვე პრაქტიკულად დიდი ალბათობით პრეპარატებისაგან თავისუფალი იქნება და ანუ რემისიაში გადავა ეს დიაბეტი. რაც შეეხება ლიპიდების ცვლის დარღვევას, ეს როგორც წესი პრაქტიკულად ლაგდება ამ ოპერაციის დროს. ეხლა ნუ უპირატესობა რა აქვს ამ ოპერაციას სხვა ოპერაციებთან შედარებით ბარიატრიულ და მეტაბოლურ ოპერაციებთან, ისეთი როგორც არის სლივგასტრექტომია, კუჭის ბაიპასი, შუნტირება. უპირატესობა ის აქვს, რომ არ ხდება კუჭის მოჭრა, შესაძლებელია დაბალი სხეულის მასის ინდექსებზე. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ნაწლავის სანათურს არ ვჭრით და აქედანაც არც ვკერავთ და არც კუჭის სანათური არ იჭრება და არ იკერება. და ეს მაგნიტები თვითონ ახდენენ იქ ანასტომოზის ჩამოყალიბებას, გამორიცხული არის ესეთი გართულებები, უკვე ათასობით кейსი არის გაკეთებული ამ ბოლო 4 წლის მანძილზე მსოფლიოში, რომელიც როგორც არის სისხლდენა ანასტომოზიდან, ან ნაკერების უკმარისობა, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დრამატული გართულებაა და ძალიან მაღალი სიკვდილიანობით ხასიათდება. ეს ორი გართულება გამორიცხული არის. რაც შეეხება სხვა ისეთ პრობლემებს, როგორც არის ვიტამინების დეფიციტი, თქვა, ნუ ეს ეხა ფიზიოლოგიური თემები, ეს რა თქმა უნდა გარკვეულწილად ახასიათებს ნებისმიერ მეტაბოლურ ოპერაციას, თუმცა აქ არის თემა რა, პაციენტს აქვს მეტაბოლური სინდრომი, შედარებით ჭარბი წონა, სვავს რაღაც გარკვეულ პრეპარატებს, მაგრამ მაინც ვერ ერევა, ხოლო ამის შედეგად, კი ბატონო, შესაძლოა ვიტამინების მიღება და პროტეინების მოუწიოს, თქვა წელიწადში 4-5 თვის მანძილზე და სამაგიეროდ იყოს ჯანმრთელად. კი, რა თქმა უნდა. და იცით რა მაინტერესებს, აი თუ გქონიათ ოდესმე, თქვათ ესეთი кейსი, რომ თქვათ არ გამოსულა ეს მაგნიტი არ გამოსულა, არა, არასოდეს ყველა ვარიანტში გამოდის. კი ბატონო. ყველა ვარიანტში გამოდის. თან ეხლა კიდე ერთი უპირატესობა აქვს ამ ოპერაციის, თუ თქვათ რაღაც არ მოგვეწონა, ხო? დიახ. ჩვენ შეგვიძლია ეს შერთული, რომელიც არის შექმნილი ამ მაგნიტების მიერ, ძალიან მარტივი ოპერაციით ჩავხსნათ და დაუბრუნოთ ყველაფერი ისევე ძველ პირვანდელ სახეს, რაც შეუძლებელია სლივგასტრექტომიის შემთხვევაში და პრაქტიკულად შეუძლებელია შუნტირების შემთხვევაში. აქედან გამომდინარე, ჩვენ ეს ყოველთვის გვიტევებს ეს მეთოდი უკან დასახევ გზას. რაც სწორედ რომ მას როგორც აი იცვლება არასაბოლოო ოპერაციად შეიძლება ჩაითვალოს. არამედ ჩვენ შეიძლება ჩავთვალოთ რაღაცა ოპერაციად, რაღაც ეტაპამდე მისვლამდე.
თქვათ, რომლის მეც აღარ უნდა პაციენტს რო ეს თქვათ კიდე ვიტამინების სვას, კიდე ის მოსდა, ჩვენ შეგვიძლია თავისუფლად უკან დავაბრუნოთ, ან როგორც პრეპარატს ღებულობდა, მე მოსნი აღარ გინდა იმის მიღება, ესეც შეიძლება თავისუფლად. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან მნიშვნელოვანია. თუ აი პრეოპერაციულად, თუ უნდა რამე განსაკუთრებული მომზადება ამ მეთოდს. რა თქმა უნდა, პირველ რიგში უნდა დაისვას დიაგნოზი. ანუ ჭარბჭონიანობის მიზეზი ყოველთვის მეტაბოლური სინდრომი არ არის. შეიძლება ადამიანს ჰქონდეს ძალიან მაღალი წონა და საერთოდ არ ჰქონდეს მეტაბოლური სინდრომი. ანუ რეალურად ჩვენ პაციენტს არ ვეუბნებით, რომ ჭარბი წონის გამო გიკეთებთ ამ მაგნიტურ დუოდენოიდ ლევოსტომიას, იმიტომ რომ ეს წონაში კლება არის პრაქტიკულად გვერდითი ეფექტი იმისა, რომ მეტაბოლური სინდრომი გამოსწორდა და მოიხსნა და მეტაბოლიზმი დაჩქარდა. ხოლო რაც შეეხება მომზადებას, ჯერ უნდა გამოვიკვლიოთ რეალურად თუ არის კანდიდატი ამ ოპერაციისთვის, ანუ მას უნდა ჰქონდეს მაღალი ცეპებდიდი, ინსულინი რეზისტენტობა, ხომა ინდექსები აწეული, ბეტა უჯრედების ფუნქცია აწეული. და შესაბამისად ჩვენ ვიცოდეთ რომ პაციენტთან ან შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2 უნდა იყოს, რომელიც ან ცუდად კონტროლირდება, ან საკმაოდ უჭირს პაციენტს მისი კონტროლი, ხო? ნუ ეს ენდოკრინოლოგის ენდოკრინოლოგის ანუ გუნდური მუშაობა არის, ჩვენთან მუშაობს პაციენტთან ენდოკრინოლოგი, ფსიქოლოგი, კარდიოლოგი, თერაპევტი, თუ დიაბეტია ოკულისტი, სისხლძარღვთა სპეციალისტი და სხვა დარგის ექიმებსაც მე ჩართავთ. აბსოლუტურად ყველა ჩვენს კლინიკაში, სადაც მე მოვაწევებ, აბსოლუტურად ყველა სპეციალისტი და ყველა მიმართულება არის განვითარებული. და შემდგომ თუ გადაწყდა რომ პაციენტი კანდიდატია ამ ოპერაციის, მე ეკეთება უკვე უშუალოდ ინსტრუმენტული კვლევები, ისეთი როგორც არის ენდოსკოპია, რენტგენი, ეხოკარდიოგრაფია, სპირომეტრია, ანუ რაც აუცილებელია ანუ იმისთვის რომ უსაფრთხოდ ჩაიაროს ოპერაციამ, ანესთეზიამ და ასე შემდეგ. ეს გაიდლაინებზე უკვე გაიდლაინებზე რაც არის და დაახლოებით სადღაც ერთი 10 დღიანი ორკვირიანი მომზადება ჭირდება თუ პაციენტს რამე პრობლემა არ აქვს და თუ რაღაცა პრობლემა აღმოჩნდა, ну რა თქმა უნდა, იქ სანამ ის პრობლემა არ აღმოიფრთება, გარკვეულწილად მაგალითად თუ გლიკოზირებული ჰემოგლობინი, დიაბეტი აქვს ადამიანს და 10-ზე მაღალია, ის ნებისმიერ შემთხვევაში უნდა ჩამოვიყვანოთ 8-მდე, რომ პოსტოპერაციულ პერიოდში მაღალი შაქრის პიკები და პრობლემები არ ქონდეს. ნუ ეს თუ კი იქნება, ამის ეს უკვე ხდება თქვენთან მუდმივი მონიტორინგი ხდება და მუდმივად ანუ დღეს მოხვედი ხვალე ოპერაცია გაიკეთე, რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა, ეს კი. ეხლა ცოტა ისეთი კითხვა არის ბატონო დავით, მაგრამ ეს მოსახლეობას აინტერესებს. აი ფასთან მიმართებაში, ხა ყველა მიცის თქვა დაახლოებით რა ფასებში მერყეობს გასტრიტი. აი ფასთან მიმართებაში თქვა ძალიან დიდი განსხვავება არა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ბენეფიტი აქვს მაგნიტს და მაინტერესებს თქვა. მოდი ესე ვილაპარაკოთ. ყველაზე თანამედროვე იმასთან რაც არის ახლა GLP-1 აგონისტების საინექციო როგორც არის ოზემპიკი, მუჯარო, საბოლოო ჯამში მაგაზეც თითქმის 3-ჯერ 4-ჯერ იაფი გამოდის ეს ოპერაცია, იმიტომ რომ ამას გაიკეთებ ერთხელ და მთელი ცხოვრება ეს ანასტომოზი გაქვს და პრაქტიკულად ეს GLP-1 სტიმულაცია ხდება მუდმივად. მაშინ, როდესაც მუჯაროს როგორც კი ანებებ თავს, მაშინვე ისევ ტრიალდება უკან ყველაფერი და რამოდენიმე თვეში პაციენტს იგივე პრობლემები აქვს, რაც ჰქონდა მანამდე. თუ ვიტყვით, რომ დაახლოებით მუჯაროს ღირებულება სადღაც 2000 ლარია თვეში, ამის ღირებულება არის 15000 ლარი. ერთხელ გაიკეთებ და ახლა მუნჯარო უნდა იკეთო დაახლოებით სადღაც 3-4 წელი მაინც რომ ეფექტი მიიღო. აქედან გამომდინარე, საბოლოო დანახალში რა თქმა უნდა ამ მეთოდს უფრო ნაკლები აქვს. ეს ერთი. მეორე კიდე, არაკონტროლირებადი შაქრიანი დიაბეტი, აი მარტივი კალკულაცია რო ვაკეთოთ, არის მსოფლიო მონაცემები, როგორც ენდოკრინოლოგთა ასოციაციების, ასევე კარდიოლოგთა ასოციაციების მიერ, რომ საშუალოდ 15 წლით ამცირებს სიცოცხლის ხანგრძლივობას სხვადასხვა გართულებების გამო, მაშინ როცა დიაბეტს ვერ ვაკონტროლებთ. მოდით გავყოთ 15 წელი დღეებზე და ღირებულებაზე ამ ჩარევის და გამოდის რომ დღეში 2.5-ად თქვენი ხანგრძლივებთ საბოლოო ჯამში 15 წელი სიცოცხლეს, ხო და რეალურად ღირებულება ამ ოპერაციის არის მერყეობს სადღაც 15000 ლარის ფარგლებში, პლუს რაც გამოკვლევებიდან მომზადება გააჩნია უკვე პაციენტის მდგომარეობიდან გამომდინარე. თვითონ ჯერჯერობით ეს მაგნიტები არის წარმოებული ამერიკული კომპანიის GT Metabolics-ის მიერ, რომლის დამფუძნებელი ერთ-ერთი არის მიშელ გარნი, პროფესორი, ვინც პირველად სლივგასტრექტომია მოაწოდა მსოფლიოს და სწორედ მის და მიერ ჩემ კლინიკაში და ჩემს მიერ შესრულებული იქნა კლინიკა ინოვაში შესრულებული იქნა ეს პირველი მსოფლიოში მაგნიტური დუოდენოიდ ლევოსტომიის კლინიკური კვლევის ფარგლებში და შემდგომ უკვე როდესაც 2025-24 წელს მიანიჭეს უკვე FDA approval-ი მიიღო და ასევე კანადის ჯანდაცვის სისტემამაც ესე ვთქვათ წელს უკვე ევროპამაც აღიარა როგორც უსაფრთხო მეთოდი და ეფექტური 25 წლის თებერვალში დავიწყეთ ჩვენ ვიყავით პრინციპში პიონერები უკვე კომერციულად გამოყენების მსოფლიოში დღეს სრულდება დაახლოებით 35 ქვეყანაში ეს ოპერაციები როგორც სამხრეთ ამერიკაში, ჩრდილოეთ ამერიკაში, ასევე არაბულ ქვეყნებში სრულდება საქართველოში
აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში და იტალიაში ასევე. სრულდება ესპანეთში, სრულდება ბელგიაში. და ჩვენი მოსახლეობა ანუ უკვე ჩვენ დაწყებული წელიწადი და 4 თვე არის გასული, უკვე რაც 3 თვე არის გასული, რაც დავიწყეთ ეს ოპერაციები, უკვე ამ წელიწადი და 3 თვის განმავლობაში ჩვენ შევასრულეთ 100-მდე ჩარევა აქედან. სერიოზული გართულება და სიკვდილიანობა არც ეზე რა თქმა უნდა არ ყოფილა. შედეგებიც საკმაოდ დამაიმედებელია, გამომდინარე იქიდან, რომ ის პაციენტები, ვინც კვლევის ფარგლებში იყვნენ, ის იყო 4 წლის წინ. დიახ. უბრალოდ მე-5 წელი მიდის და ამ 5 წლის მანძილზე რომ ვაკვირდებით მაგ პაციენტებს, ყველა შემთხვევაში გვაქვს მეტაბოლური სინდრომის მოწესრიგების ტენდენცია. ძალიან კარგი, ძალიან დიდი მადლობა ბატონო თავით რომ იყავით ჩვენი სტუმარი. კორიფებსაც სჭირდებათ წარმატებას გისურვებთ. დიდი მადლობა, წარმატება ყველა სჭირდება. რა თქმა უნდა, უდიდესი წარმატება და ყველა ჯანმრთელი პაციენტი და ძალიან კარგი შედეგიანობით, რომ ანუ მე ვიმედოვნებ, რომ კიდევ რამდენიმე წლის შემდეგ ჩვენ შევხვდებით და უკვე უფრო მეტი პაციენტი გეყოლებათ და უფრო დიდი მასალით დაგვიბრუნდებით. ძალიან დიდი მადლობა, დაგემშვიდობებით და ვიმედოვნებ, რომ კიდევ შევხვდებით ჩვენ სტუდიაში. მადლობა თქვენ ამ კეთილი საქმისათვის. ნახვამდის. კარგად. მე დაგემშვიდობებით ერთი კვირით, შევხვდებით შემდეგ 4 შაბათს. გისურვებთ ჯანმრთელობას.